ვთქვათ, ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად დღეს ესეთი თემა გვაქვს. ყველაფერი აზდაკის ბაღზე და იცით რომ აზდაკის ბაღი ეს არის რაღაც განსხვავებული თეატრი, სახელმწიფო თეატრის, ანუ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი აქვს. მოკლედ იმდენი გვაქვს ასაუბრო, ჯერ სტუმრებს წარმოადგენ როგორც ყოველთვის რეჟისორი აზდაკის ბაღი, სამხატვრო ხელმძღვანელი და არ ვიცი გული სული, ბაჩო გაბურაშვილი. მსახიობები დღეს ახლა მთელი დასი ვერ მოვიდა, ორი მსახიობი ჩვენთან, ალექსანდრე კუპატაძე, ლექსო, მაია ლომიძე და ასევე აზდაკის ბაღის მე უკვე ახალ სუნთქვას ვეძახი, ესე უნდა წარმოადგინო დირექტორი თეო ფირანიშვილი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და ეხლა ბევრს არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ თქვენზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. ანუ, როდესაც აზდაკის ბაღს ვამბობთ, ეს არის ზღვა აპლოდისმენტები, მაყურებლის უდიდესი სიყვარული, არაერთი სპექტაკლი, ანშლაგი, მოკლედ წარმატებები და რაც მთავარია, ნიჭის ზეიმი. ეს არის ყველაფერი აზდაკის ბაღი და აი ვიცით რა ვფიქრობ, რომ დღეს სეზონი უნდა შევაჯამოთ, იმიტომ რომ ამ სეზონის მანძილზე იმდენი აქტივობა ქონდა და კიდევ დაგეგმილი ბევრი რამ არის და დავიწყოთ ბაჩო, ოღონდ მართალი გითხრათ, ბევრი ვიფიქრე და სულ გადავნებ თვალყურს და საიდან დავიწყო, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი. მოდით მაშინ იმით დავიწყოთ, თუ რით იყო გამორჩეული ეს სეზონი. ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მე დავიწყებ იქიდან, რომ ნინო ისე გვაქებს ხოლმე, რომ რაღაც გულიდან მოდის ეს დავტკბები და ნები. თან დამსახურებული ეს ყველაფერი. ხო და დიდი მადლობა ძალიან. მადლობით დავიწყებდი, ნინო, როგორც თქვენ, ყველას მადლიერებაზე კარგი რა ვიცი რა უნდა იყოს, რახამ სეზონის ბოლოა. ყველას მადლობას გადავუხდიდი შინ და გარეთ აბსოლუტურად ყველას თუ მსახიობები იქნებიან თუ ისე ტექნიკური ჯგუფი იქნება თუ არ ვიცი უკვე 40 კაცი ვიბარტყეთ მოკლედ და 40-45 ადამიანს უდრის უკვე აზდაკის ბაღის ჯგუფი და ნუ აი ეს ამდენი ადამიანი ჩაუხრელად შრომობს, წვალობს და რაღაცნაირად ბედნიერებით ვართ, რა თქმა უნდა და ბედნიერებაა ეს ყველაფერი, რომ რაღაც აი ამდენი გასტროლი გვაქვს კიდე წინ და არ ვიცი მართლა საიდან უნდა დავიწყო, სეზონს ვამთავრებთ და აი სეზონის დასასრულს 4 გასტროლი გვაქვს ჩასამთავრებელი კიდევ და აი თვის ბოლომდე 4 გასტროლი უნდა მოვასწროთ მოკლედ რა და აი ესეთი ამბებია, რა ვიცი, ძალიან კარგად ვართ, მინდა გითხრათ. ძალიან მიხარია, კარგად რო ხარ და ვაკაკუნებდი, კარგია. ხო, თავი ის არის, რომ ანუ პროცესი მიმდინარეა, ვშრომობთ, სხვადასხვა მიმართულებით ვართ, გვაქვს სტუდია გავხსენით, მომავალი თაობისთვის რომ გაიზარდოს. რა ვიცი, შევიძინეთ რაღაც კამერა, შევიძინეთ, ახლა ვიწყებთ უკვე რაღაც ფილმების გადაღებას, პატარა მოკლემეტრაჟიანის და ესეც ახალი მიმდინარეობა, რომ ამ ადამიანებმა ისწავლონ კამერასთან მუშაობა, როგორც ხატრულ ფილმებზე და ფილმუკებზე იქნება თუ ფილმებზე, მე ვნახოთ ეს უკვე და სხვადასხვა მიმდინარეობა, არ ვიცი, გარდა ამისა, კიდევ ზაფხულის ბოლოს მივდივართ ბანაკში და ეს ბანაკი ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარეობაა და აი რა ვიცი რა, ეს 4 წახნაგი უკვე ჩამოვთვალეთ, ხო, თეატრი, სტუდია. იმიტომ ამბობ, რომ ძალიან ბევრია სასაუბრო. ხო, ფილმები და ბანაკი და რა. კარგი, მაშინ მოდი მსახიობებს ვკითხოთ, ხო, იმიტომ რომ მსახიობები არიან ისინი, ვიზას თეატრი დგას, რა თქმა უნდა, და ეს ადამიანები უკვე წლები მოყვებიან აზდაკის ბაღს, ფაქტიურად გაიზარდნენ და უკვე პროფესიონალ მსახიობებად ჩამოყალიბდნენ. ლექსო თან ვიცი, რომ სტუდიის წევრია, ესეც, ასე თუ ისე სიახლეა, ხო, აზდაკის ბაღის სტუდია და თავისი კიდე რაღაცა წინ გადადგმული ბევრი ნაბიჯი. ხო, ალექსანდრეს რაც შეეხება, ალექსანდრე თეატრის წევრია უკვე 2 წელია და ალექსანდრესთან დაკავშირებით გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ძალიან უჭირდა მეტყველება ალექსანდრეს და ეხლაც მუშა პროცესშია მიმდინარეობს და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის, იმიტომ რომ ესეც ერთი მისთვის რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია ეთერში ჯდომა და საუბარი ალექსანდრეს ძალიან კარგი იუმორი აქვს და ძალიან რა ვიცი თვითონ აგვიხსნის რაღაცებს და რა ვიცი ალექს მაშინ რაც გინდა ის გითხარი ალექსანდრე მოგესალმე და მოგე საერთოდ ნინო დიდი მალაბა
ხუნხან ნინოს დიდი ხანია ამ თეატრზე დიდი ხანია დავისხე ეთხე ადრე ჩვენ მოდიოდი ბაცო ძალობით ვიხავი თეატრებში ვიხავი თელ საქართველოს თეატრები აქვს მოვიდა ხო ბაცოს ძალობით ეთხე მქონდა როლი ეთხე მქონდა ფილის როლი მქონდა ფილის ხო მე მქონდა როლი უფლისწულის ბიბედენი ნომი ანუ საკმაოდ ბევრი როლი თან ბოლოს როლი ამოედი ნადვილი ადაგის ბახზე მქონდა სუმქონდა ბევრი როლი აი ყველაზე საყვარელი როლი რომელია თუ გამორჩეული როლი თუ გაქვს გიგი მაქვს ემი სახელი ამტევი როლი მაქვს მოდი ქვა ჰეროდოსიდან მაქვს ედის ემი სახელი ხუნიგანას როლი ემი სახელი ხუნიგანას მე ვხედავ მისაში ალექსო მე ვხედავ მისაზე მაქვს სამი როლი სუვენდია მაქვს მაქვს სახელები კიდე ეს არის ასარო ნიკუსა ჰეკიმი კი ბატონო და კიდე მქონდა მადლობა მიყვარხარ მამატიაში ალბათ მადლობა მიყვარხარ ამადიაზე მაქვს ერთი კაი როლი კი ბატონო შვენიერი ამბავი დამასობაში მაიასაც ხო უნდა ვკითხო მარის კი ბატონო მარი აბა ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი თუმცა ნუ ყველა რა ვიცი ისეთი მსახიობები გყავთ რომ გამორჩევა ცოტა რთულია მაგრამ ამაგდარი მსახიობია ანუ თეატრის დაარსების დღიდან მარი უკვე აგერ მე-11 წელია საჭ მე თმოყვები კი ბატონო გვაწალეთ ბატონო რეჟისორო ისე ჯერ ერთი დაიწყეთ მადლობით ბანინო მე უნდა გიას მოწვევისთვის მოგა ჩემი დირექტორს და ჩემი რეჟისორს და ჩემი გობარს აქ ვარ მომდა მეორეთ ერთი დაიწყებ თეატრიდან ჩემთვის ეს თეატრი არის მეორე სახლი მე დასებით დღიდან ვარ ამ თეატრში თქონდა ძელის ლებიდან მოყოლებული სუბაჩთან მუშაობ ამეზარებად ამღავალ შრომობ და უჯებ ყველაფერს შვენიერი და რაც შეეხება როლებს, ანუ იმდენი ხანი მოყვები უკვე ასდაკის ბაღს და არაერთი როლი გაქვს ნათამაშები. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვისაც სცენაზე არ უნახავს დაუშვათ, როგორია მაია ანუ მარიამი ხო მაია რატო მარიამი იმდენი ვიუბრალ ხო იმდენი ვისაუბროთ სახელებზე მარიამი რომ აი რომელია შენთვის გამორჩეული და ზოგადად როლები გავიხსენოთ რა თქმა უნდა ჩვენ როლებსაც ჩემოვთვლი აუცილებლად ბოშევში ხონდა ბოშაკალი გახდით და ვიყავი რეჟისორმა და მიყონა გოგორის ქაის როლზე კანცენ დამეჩი მოხებს თამაშობდი სამგროშიანში მათოვას და ხონდა კახბის როსაც ხონდა ჰენდოში ხონდა ოი როლი მიხალან და კოკასაც თამაშობდი იქაც და თქონდა ჩემი საყვარელი სპექტაკლი მიხდა ზეში გახლავთ თაიროი შესრულებელი რომელიც რეჟისორმა მომცა როლი კეთას თამაშობ იქ და ხონდა მანობა ხამაპატიაში თამაშობდი უცოპანტეის როლს მესამე ვიყავი იქ შვენიერი ამბავია და ამასობაში ჩვენს თეის უნდა ვკითხო როგორც დავაანონსე ბაჩო არის გული და თეის ვეძახი ახალს უმთქვას ხო და ძალიან ბევრი რამე გაკეთდა თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდში და ყოველთვის ვამბობ რომ მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლის თემა იმიტომ რომ ერთია რომ თბილისის მაყურებელი დაუშვათ ნუ მართლა ყოველთვის ანშლაგია თქვენ სპექტაკლებზე მაგრამ რეგიონები მოიცავით უკვე საქართველოს და აი მიმართულებით მინდა თქვენთან ვისაუბრო მოგესალმები ნინა და დიდი მადლობა მოწვევისთვის იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებულად გვიხარია ხოლმე შენთან სტუმრობა მადლობა დიდი მადლობა მივესალმები მაყურებელს და რაც შეეხება რეგიონებს
ნამდვილად საჭიროა, იმიტომ რომ როდესაც დავდივართ სხვადასხვა ქალაქებში, ანუ მსგავსი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის მე მგონი არსად არ გვითხოვს, რომ ჩვენ ზუგდიდში სასაზღვრო სულთან 3 დღის განმავლობაში ვთამაშობდით ჰელადო სპექტაკლს და ესეთი პროექტი იყო, მოკლედ აფხაზეთის სახელმწიფოსგან და რამოდენიმე ხანში ზუსტად ზარი მოყვა, ერთი კვირის მან მერე ხო, ბაჩო და დაურეკეს ბაჩოს და უთხრეს რომ მსგავსი საჭიროებისგან დაუნის სინდრომის ბავშვი ზუგდიდის თეატრმა აიყვანა დასში და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ ჩამოსვლის მერეო გაიხსნაო ეს და აიყვანეს და პრემიერაც ჰქონდა და ეხაც რო ვიყავით კიდე ზუგდიდში აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ავირიეთ რომელ რიცხვებში სად ვიყავით, უკვე ცოტა ისეთია, თუ არ ჩავიხედეთ იმას რა ქვია კალენდარს. ზუსტად იქ იყო ის ბავშვი ძალიან ისეთი სრულიად სხვა, ახლიდან დაბადებულივით რაღაცნაირად სხვა რაღაც გაიხსნა, ხელა მოტივაცია ასდაკის ბავშვი. და იმიტომ რომ ჩვენ კიდე განსაკუთრებით იმიტოა მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრი დღის ცენტრის ბავშვები მოდიან, მშობლები, სპეცპედაგოგები და რა ვიცი, მნიშვნელოვანია. ხო და სტუდიაზე უნდა ვისაუბროთ. სტუდიაზე და ჩვენ ასევე ბაჩო არ დაგვაგვიწყდეს ტრენინგებს ვატარებთ კიდე ასევე რეგიონში დავდივართ ხოლმე და ჩვენი მსახიობებიც არიან ხოლმე, თანაწამყვანები ბაჩოსი და ანუ ეს თბილისში კიდე რაღაცები ხდება რა ამ კუთხით რაღაცეები. ხო, რეგიონს აკლია ეს ყველაფერი. ხო, რეგიონებში არიციან, ვერ წარმოუდგენიათ თუ კი ასეთი რაღაც შეიძლება და აი სპექტაკლის მერე მოდიან მშობლები, ხო, აი იქაური მშობლები და აი 1000 მადლობას გვიხდიან, რომ აი თავიდან დავიბადეთ და ეხლა უკვე იმედი გვაქვს და რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი და ხო, რა ეცით რა სულ ამბობ ხოლმე როგორ სპექტაკლის დაწყებამდე როგორები შემოდიან თქვაც და სპექტაკლის მერე ნუ სულ სხვა მაყურებელი მოდის და თვითრეალიზება ხდება სელფებს იღებენ აი რაღაც საოცრებები ხდება ხოლმე მერე გვიმეგობრდებიან წერენ და რო ვაანონსებთ ხოლმე რომ მივდივართ აი არის ახლა ქუთაისში მივდივართ 13-ში და ძალიან ბევრმა რა ვიცი მე მგონი მთელმა ქუთაისმა უგზავნა რომ როდის რო თქვენი ბავშვი გავიცნოთ სრულიად შლაკია მართლა. ჩასვლიდან ჩასვლამდე უკვე როდის ჩამოხვალთ და ხო და ეხლა გვაქვს 4 გასვლა გვაქვს 13-ში მივდივართ ქუთაისში როგორც თქვით 16-ში მივდივართ ხობში და სხვათა შორის ხობში ეხლა პირველად მივდივართ. ხო ისე ჩავდივართ, ჩამოდივართ. ხობში გვაქვს 16-ში, 16 ივლისს და რაჭით ვამთავრებ და რაღაცნაირად სიმბოლურად გვაქვს უპირველად ანუ ჩემ პერიოდში, როდესაც მე მივედი აზდაკის ბაღში სამუშაოდ, პირველი ჩვენი ეს ბანაკი და რო ჩამოვედით სექტემბერში იყო რაჭიდან ამბროლაურში, ეხლა ამბროლაური მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე დედით რაჭველი ვარ და რაღაც უფრო ასმაგად საამაყო იყო ჩემთვის, რომ რაღაცნაირად ამბროლაურიდან დავიწყე ეს ჩვენი გასტროლი ამათთან ყოფნის პერიოდში და ეხლაც შარშანი იყო, რომ ზუსტად ლენტეხი დავამთავრეთ, ანუ რაჭით დავამთავრეთ და წელსაც ესე გვიწევს, რომ ამბროლაური და ონში გვიწევს 20-21-ში და ვიცით რა, აი ამას ყველაფერს მოსწრება ხო უნდა, აი ამ ხელა ენერგია, მაგრამ მე მგონი აი ღმერთი გვაძლევს ალბათ ამ ენერგიას და ამათ იმდენად უხარიათ კომუნიკაცია რა ვიცი ძალიან ძირფასია ეს ყველაფერი ჩვენ რეპეტიციები, სპექტაკლები, ანუ თქვენ რეგიონებში რო გადიხართ, რა თქმა უნდა სპექტაკლით, ხო ეს ყველაფერი მთელი დეკორაციიცია არული, ხო ბაჩო, ალბათ ხო ანუ ეს ისე იგი რამხელა საორგანიზაციო ნაწილია აი ამაზე ვსაუბრობ, რომ ესე იგი მარგალიტებივით გაქვთ მძივივით აწყობილი საქმე და რაც მთავარია, ეს თქვენ სხვა შორის თქვენი სტატუსიდან არის ეს რომ სიყვარულს ხურჯინით დავატარებთ, ანუ სიყვარულის ხურჯინით დავდივართ და მე მგონი სწორედ ეს სიყვარულის ენერგია გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი აკეთოთ. ნამდვილად. იბადონი, დიდი ბედნიერება, თან მოტივაცია ხართ ამდენი ადამიანის, გარდა იმისა, რომ ადამიანის სიამოვნებას იღებს, როდესაც თქვენ სპექტაკლს ესწრებათ, რამხელა ესწრება მოტივაცია. სტუდიაზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ აუცილებლად, იმიტომ რომ შედარებით ახალი ამბავი, ახლა აზდაკის ბაღი უკვე 11 წლის არის, ხო და ამხელა ზაგაია. 11-ის. არა, მოიცა ავირიე, რამდენი წელი? 11-ის არის, ხო. 13-ის თვითონ ორგანიზაცია. არა, ხო, ანუ თქვათ არავინ. ხო, თეატრი, როგორც თეატრი, ხო. აი დირექტორმა შემისწორა, კი ვიღებ შენიშვნას, ორგანიზაცია ვართ უკვე 11 წლის. არა, სახელმწიფო თეატრი რაც ვართ უკვე მეორე წელი. არა, თეატრის ხართ 11 წელი. სახელმწიფო თეატრი კი 10 წლის იუბილე რო ქონდათ, მაშინ ქონდათ ეს სტატუსი მოგენიჭათ და რამხელა ბედნიერება. მოკლედ
რა მინდა ვთქვა, ძალიან დიდი გზა გამოიარეთ, ბაჭო და მახსოვს იმ ძიმე პერიოდები და აღარ მინდა ამაზე საუბარი, ბევრჯერ გვისაუბრია და მთავარი კიდე ეს იყო, რომ არასდროს ფარხმალი არ დაგიყრიათ, ანუ შიშველი ხელებით და ნუ რა თქმა უნდა შედეგი დაიდო. და სტუდია შედარებით ახალი ამბავია. ხო, ეხლა აღნიშნეთ, რომ ფილმების გადაღებას იწყებთ, თუმცა სტუდიას სხვა დატვირთვა აქვს, ხო? შეიძლება სტუდიაში ეხლა მოვიდეს დავუშვათ, თუ მე მართებულად მესმის, დავუშვათ სტუდიის წევრი გახდეს, მაგრამ არ გახდეს მსახიობი ასდაკის ბაღი. ანუ რა ხდება სტუდიაში? რა ხდება? ნუ და ესეთი ამბავია, რომ ანუ რახამ ჩვენ რაღაცას პატარა წარმატებები ვნახეთ, რაღაცები, ანუ ძალიან ბევრი გველოდება და ძალიან ბევრს უნდა მოკლედ მოხდეს ჩვენთან დასში და ძალიან ბევრი მსურველია, რომ აი თეატრში გვინდა. თუმცა ასე პირდაპირ ვერ მივიღებთ ხო თეატრში, იმიტომ რომ მას თავისი გამოცდილება უნდა, მაგრამ ვახსენეთ, რომ 11 წელია სცენაზე ვდი გავართ და კიდევ რამდენი შრომა გვჭირდება, რომ რაღაც სპექტაკლს დავამსგავსოთ ხოლმე, რა. ხო და რაკეთან გამომდინარე სტუდიის გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალი თაობა გაიზარდოს, გამოიზარდონ ახალი მსახიობები, რაღაცნაირად რომ მე ამ სტუდიის დამთავრების შემდეგ მას უკვე ექნება საშუალება, რომ თეატრში მოხვდეს. და თუ დავუშვათ თეატრში ვერ მოხვდა, ან არ გაასურვილი, ის ხო იღებს იქ რაღაც პროფესიონალებს იღებს. რა თქმა უნდა, ისწავლობს მეტყველებას, მსახიობის ოსტატობას, იმუსთერაპია, ინკლუზიური ცეკვა, სხვადასხვა, ნუ ამ სიკეთეებს ყველაფერს იღებს, რაც უნდა მიიღოს. ხო, მე ნუ თეატრში თუ მას ექნება სურვილი და რა თქმა უნდა, მე ჩვენს გადავწყვეტავთ, რომ თეატრში ავიყვანოთ, მას უკვე ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს თეატრში. გარდა ამისა, კიდევ თქვით, რომ ნუ აი საკამერო გამოცდილებებს ვიქნები და ისწავლიან კამერასთან მუშაობას და სხვადასხვა, რა ვიცი, გვინდა ჩავამატოთ მხატვრობა, ანუ ხატვა ჩავამატოთ კიდე რაღაცეები. ლექსის კითხვაც იქნება რა. მხატვრული კითხვა გვაქვს, კი ბატონო და აი ესე ნელ-ნელა რა სტუდია სულ ახლა 1 წელი არც არის, ხო ალბათ 6 თვე არაც გავხსენით და აი ჯერ ძალიან საწყის ეტაპებზე ვართ და თუმცა ძალიან ნაყოფიერია. ძალიან და აი 6 თვეში უკვე იმ ხელა შედეგებზე გავდივართ, რომ კაი ბოშებიც არის ოქროსები. ვაწყობთ მთლიანად რომ რაღაცა ამ ხელა შედეგები იდება, არ ვიცი. კი ბატონო და ამასობაში უნდა აღნიშნოს სოციალურ ქსელში და ძალიან მომწონს რომ ესეთი აქტიურები ხართ, იმიტომ რომ ეს არის ინფორმაციის გავრცელების კიდე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ხშირად ხვდება სავარჯიშოები და ისე მომწონს ბაჭო ხო აი მე რო შევიპარები ხოლმე ვაიმე და აი ესე იგი ბაჭო აი ესე მანამდე მაქვს უფლება რომ გადავიყო და უცებ ხო მე თუ შემომხედავე მაგას ქვია კადრებს იპარავ და გამოვიდე ჩემო ოთახში შევიდე და ხო რაღაც სავარჯიშოების სხვადასხვა ხო აი მე ძალიან მიყვარს ემოციები ხო და აი რაღაცას ასე გვილია რა ხა აი პირდაპირ ეთერში მეც ვიქნები ერთ-ერთი თქვენგანი და ანუ ესეთი ერთი სავარჯიშო არის ემოციების სავარჯიშოებია ჯერ ვაკეთებთ რაღაც ძეგლებს ვაკეთებთ მოკლედ ემოციურ ძეგლებს მაგალითად მოწყენას რომ ესეც კულტურა კონდეს ხო მე უკვე ხმას ვამატებთ და მოდი ხმიანი ემოციები გავაკეთოთ ანუ ჩვენ სახელებს ჩამოვთვლით სხვადასხვა ემოციაში ძალიან მარტივი სავარჯიშოა და რა ვიცი ესეთი მარიამ მოდი შენ დაიწყე მე რელექსო მე და ასე რა კაი ჩავგას კიდე კი ბატონო მოდი შენი სახელი გითხარი მოწყენილმა მარი ლექსო ალექსანდრე ბაჭო ახლა გახარებულმა მარი ალექსანდრე ბაჭო ახლა გაკვირვებულმა მარი ალექსანდრე ბაჭო გაბრაზება როგორ იქნება მარი ალექსანდრე ბაჭო და როგორ იქნება შიში მაგალითად მარი ალექსანდრე უიმე ბაჭო და მოდი მორცხობაც კაი მოდი ქნათო თქვენი ამაროს მარი ალექსანდრე ბაჭო და შენს კალამს მოვიპარავ ახლა და კიდევ მოდი ფანკრის სავარჯიშოც ვარემ პენსიც და ბრავო მე ეს კანცელება იყო მაგაზერდა არაფერი ძალიან ესეთი თეატრალური არა თეატრალური ესეთი
მხოლოდ სავარჯიშოა, მეტი არაფერი, მაგრამ ეს სავარჯიშოები აი როგორც პიანისტს გამები ჭირდება, მსახიობს ჭირდება, აი ეს სავარჯიშოები, რასაც ვაკეთებთ ეხლა ჩვენ. მაგალითად, მარიამი ეხლა ამ კალამს გადააქცევს რაიმე ნივთად და გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. საყოფაცხოვრებო ნივთს ნებისმიერს მაგალითად რა არის მარიამი? მარიამ? ტელეფონი. ალო? არეკა. ალექსანდრე? დირიჟორი, იბატონო. მე ვიტყოდი რომ, სავარცხები იყოს. შემდეგ არის კიდე რაღაც სხვადასხვა 1000-ნაირი, რა ვიცი, მე თავი რო არ მოგამეზო და არ ვიცი. დიდი ინტერესით გიყურებთ და დაწუნებული. კიდევ გავაკეთოთ თუნდაც სხვა. აი ერთი სავარჯიშოც გავაკეთოთ. მოდი გამარჯვების სავარჯიშო გავაკეთოთ. კარგი. ანუ სიტყვა გამარჯვებას ვაკეთებთ. მეტი არაფერი არ იცლება არაფერი, მხოლოდ გამარჯვებაა სიტყვით. უბრალოდ ვამბობთ სამჯერ სხვადასხვანაირად, ხო? ანუ გამარჯვებას სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვანაირად ვესალმებით, არა? დავიწყე. ნუ დაიწყე. პირველი? გამარჯობა. მეორე? გამარჯობა. მესამე? გამარჯობა ნინო. ალექს, პირველი? გამარჯობა. მეორე? გამარჯობა. მესამე? გამარჯობა. 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 ბრავო, და ისე ამაინტერესებს, აი რამდენი ხანი მუშაობთ ამ სავარჯიშოებს. ეს არის ერთი ახლა რომ უყურებთ რა ადვილია და რა მარტივია, მაგრამ ეს ასე არ არის, ხო? არა, ნამდვილად, იცით რა არის ტრენაჟი, ტრენაჟს ეძახის, ხო? ეს ანუ ყველა რეპეტიციის წინ, თქვათ, როგორც კიდევ ამ პიანისტს გამები ჭირდება და ვოკალისტს გამღერება ჭირდება. აი ზუსტად ეს მდგომარეობა აქ თეატრალურად რა ჩვენ და ყველა რეპეტიციის წინ თქვათ ვაკეთებთ აი ამას 1 საათიან მაგალითად ტრენაჟს, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრნაირი სავარჯიშო არის, ძალიან ბევრნაირი, რომელსაც უკეთდება მერე ფსიქოანალიზი და დრამათერაპიაც ამაში მდგომარეობს მთლიანად რა. ანუ არის თეატრალური სავარჯიშო, რომელსაც უკეთებთ ფსიქოანალიზი და მოკლედ თამაშობთ. ნუ თამაშებს ვეძახით 1000-ნაირი ძალიან ის სახალისო და რა ვიცი ესე თამაშებია, ხო რა. ხო, რომელიც გზრდის მერე მსახიობად და მერე აი ამ ყველაფრის გამოყენებით უკვე ჩვენ სხვადასხვა როლებს ვირგებთ. მაგალითად, ნუ აი ამ ემოციაში უნდა ბებია ჩავაყენოთ, თქვა თუ ბებიას თამაშობს ჩავაყენოთ მოწყენის მდგომარეობაში და უკვე მარის გათვითცნობიერებული აქ აი ამ სავარჯიშოს გაიხსენებს და უკვე ადვილად შედის ამა თუ იმ მდგომარეობაში მოკლედ. ძალიან თუ როლში. როლში, და ამასობაში ხო, აი როლში შედისო და ნუ აი ხშირად გაგვიგია ხო, რომ მსახიობები შედიან როლში და როლში რჩებიანო. ხო და აი თქვენ შემთხვევაში როგორ აი როდესაც დავუშვათ ერთ სპექტაკლი დაასრულეთ ბაჩო და ითამაშეთ არაერთგზის და შემდეგ უკვე დაიწყოთ მეორე სპექტაკლზე მუშაობა. აი რჩებიან მსახიობები და იმ როლიდან გამოყვანა რთულია და ახალი როლის მორგება თუ აი ხდება. გამოყვანა ნამდვილად არ არის რთული, აი მაგიტომ მიყვარს მე ამ ადამიანებთან მუშაობა, რომ ძალიან სწორები არიან და აი სწორად ხდება იქაც. ნუ ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული ის ამბავი, რომ თამაშობენ ახლა. მარი მაგალითად ქეთო რო უყვარს თავისი როლი, ხო? ქეთო კი არ არის, იცის რომ ის მარი არის, თვითონ მარია, მაგრამ როცა სცენაზე დგას, ხო? აი ერთ მაგალითს გავიხსენებდი, მაგალითად რომ ლუარსაბი და დარეჯანი იყვნენ რა და ერთმა ჟურნალისტმა სეკოს კითხა, რომ ესა რა ქვია, შენ გიყვარსო ლუარსაბიო და სეკომ უთხრა, რომ იცი რაო, როცა დარეჯანი ვარო მე მაშინ მიყვარსო ლუარსაბიო, მაგრამ სახიობის პასუხი. ხო, ჩვენ მეგობრები ვართ. ანუ ხო, აი ეს არის. ეს არის. კი და ამასობაში თეო აუცილებლად უნდა გკითხოთ ინკლუზიის მიმართულებით ზოგადად თეატრის სტატუსია აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული ინტეგრირებული თეატრი. ანუ ინტეგრაციის კუთხით ხო წლები ძალიან ბევრი იმუშავეთ და ბაჩოს რა თქმა უნდა დიდი როლი მიუძღვის და შემდეგ თქვენ
რა თქმა უნდა და ეს ინტეგრაციის კუთხით ანუ აი ეხლა რა მდგომარეობა გვაქვს ვიცით რომ მსახიობები ანუ ტიპიური განვითარების მსახიობები არიან თქვენთან ერთად და როგორ ხდება ანუ აი მათი შერწყმა და შეკავშირება მოწვეული მსახიობები არიან ჩვენთან ბაჩოს მეგობრები ჩვენი მეგობრები რა ვიცი ძალიან დიდი ბევრი წლებია რაც ერთად არიან მოკლედ ჩვენი მოწვეული მსახიობები და აქედან მინდა პირდაპირ ეთერიდან უღრმესი მადლობა გადაუხადა, იმიტომ რომ მართლა ერთი ოჯახი ვართ და ბაჩიშა ჩიბაიას, ქალბატონი მანანა ტატიშვილის და მარინე ჯოხაძის სპექტაკლებზე რა ვიცი თაობები იზრდება და ისეთი პროფესიონალი მსახიობები არიან. ასევე გიორგი ტატიშვილი, ლუკა გულედანი, ვაკო ქართველიშვილი და რა ვიცი ძალიან კარგად და მე მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე მსახიობსაც რომ ავიწყდებათ ხოლმე ტექსტები ესენი კარნახობენ ცოტა ოდნავ დამახსოვრებაში აქვთ ხოლმე პრობლემა თორემ მე რომ დაიმახსოვრებენ მე აღარ ავიწყდებათ აღარასოდეს და რაც შეეხება სტატუსს ძალიან კარგია იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ იმდენად მაგარი ნიჭიერები არიან და იმდენად მაგარ საქმეს აკეთებენ, რომ აქამდეც უნდა ყოფილიყო, მე თუ მკითხავ, ხო, რომ მართლა მარგალიტია ქვეყნის და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფოს თავმჯდომარეს ბატონ მინის, რომ ესეთი ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ ბატონ დავით ფაცაციას გიორგი ძაძამიას, ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს, რომელიც არის ჩვენი თავმჯდომარე. მართლა ძალიან ვუყვარვართ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ჩვენს გვიყვარს და რა ვიცი, სულ ერთად ვართ და ძალიან თამამად და ხმამაღლა შემილია. კულტურის სამინისტროს ცენტრალურ კულტურის სამინისტროს ქალბატონ თიკა რუხაძეს, რომ მართლა რაღაცა ერთი ოჯახი ვიქნათ და ანუ სოფლიოში არ არსებობს ესეთი სტატუსით სახელმწიფო თეატრი, როგორ არ არსებობს თეატრები დასები არიან, მაგრამ სახელმწიფო თეატრი არ ყოფილა არსად და პირველი ხმამაღლა და თამამად ვაცხადებ რომ საქართველოს შეძლო რომ რაღაც აი პირველი ჩვენს ქვეყანაზე აქვს ასეთი სამაყოა ნამდვილად და ნახეთ ცოტა დრო დაგვრჩა და აი ესეც რადგან ხა ერთადერთია ფაქტიურად სოფლიოში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცით აი რაც შეეხება უკვე გასვლას ანუ კი საქართველოს უკვე მოიცავით მაგრამ მე მგონი მოვიდა იმის დრო კი რომ ვანახოთ მსოფლიოს ჩვენ როგორი თეატრი ყავს მაგრამ ჯერჯერობით თან თქვი რომ ყავს იმიტომ რომ ეს თეატრი რაღაც ხანაირად ცოცხალია ჩემთვის საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს და მე მგონი რომ ძალიან დიდ ხმა უშავთ ახავთ აი მე მაქვს ამის დროც მოვიდა რომ ჩვენ საკმაოდ ფარგლებს გარეთ დასები მაქვს მე სპექტაკლები მაქვს ნანახი მათი და აი სულ ამბობ ხოლმე რა არ მინდა ეხა მეტი ჩრობით გამომივიდეს მაგრამ რატომაც არა თუნდაც რა აი ერთხელ და ორჯერ კი არა, აი 20 ჯერ და 30 ჯერ მაგრები ვართ მეთქი რა, აი შედარება რო გამიკეთებია და არ ვიცი და ნახოთ აბა რა გამოგვივა, რაღაცა არის რაღაცები ჩანს, რომ და გავიდეთ. გამოვიდა, კი დროში გაიწელა და მე მგონი ყველაფერს თავისი დრო აქვს და რეგიონებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ იმაში, იმიტომ რომ გავდივართ ხალხს ვაცნობთ ჩვენ იმას და აუცილებელია და ნამდვილად საჭიროა და ეხლა ფარგლებს გარეთაც კი ბატონო და მოგეთ ამ სიყვარულის ხურჯინით თქვენ აგრძელებთ სვლას. მე მაინც მაქვს პრეტენზია და ამბიცია რომ ჩვენ ნომერ პირველები ვართ საერთოდ ზოგადად ყველაფერში. და ძალიან კარგი. თეატრალურ სფეროში, სკოლა სტუდიის სფეროში, ასევე ბანაკის სფეროში, იმიტომ რომ მე-9 წელია მეურვის გარეშე დავყავს ხოლმე, რა ვიცი, წელს 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მყავს და საერთოდ ყველაფერში პირველები ვართ და ძალიან კარგი და გულსუხარია, მე გისურვებთ წარმატებებს. და თქვენ დაიმსახურეთ, ნამდვილად დაიმსახურეთ, მოდით ასე ვთქვათ, თქვენი სიყვარულის ხურჯინით ძალიან მომწონს ეს, თქვენი ნიჭით, ეს არის მნიშვნელოვანი და თქვენი შრომით. ეს მე ვფიქრობ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც აი დღემდე მოიყვანა და ესეთი წარმატებული ასდაკის ბაღი. დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. აბა მსახიობებო, მსახიობურად დავიმშვიდობოთ. სამჯერ თუ გინდა, სამჯერ უთხარი, მაგრამ სამჯერ მოგაბედავ. ნახვამდის. სამჯერ ამიდა ჩემი მოვატვიტყვი. მომდა ნახვამდის და მამა ბაჩოს საყვარელ მეგობრებს, არჩევას ასნდეს და თეის და
ჩვენ წამყვანი მეუნაგიას მეც მოგვიწია და ყოველთვის აქ იქნებით. დიდი მადლობა. ჩვენ აქ ვართ, ხო? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სანდრო არ ნახვამდის? ბაგადა მიხვეხა ხველას. ჩვენი ნახვამდისა. რეკლამა. ვიდეო რეკლამა თუდიასე. ძერება. ეს გაზა და დაში. დაგემშვიდობებით. ეს ასდაკის ბაღია. კი ბატონო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და დროებით სიახლეებით გელი.